წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რა გახდა გაფიცვის მიზეზი და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები, დეტალები რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში შაქრის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე, მე ნინო კაბანაძე ვარ. წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე კომპანია BIP-ის კონტრაქტორი ფირმის თანამშრომლები გაიფიცნენ. რა გახდა გაფიცვის მიზეზი და დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები? ჩვენი სიუჟეტი წალკიდან. სოფელ აიაზმასთან BIP-ის სამშენებლო ბაზაზე არსებულ კომპანია დესტელენკას თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია უკვე ყოველდღიურად მასიურად ათავისუფლებს ადგილობრივებს. თანამშრომლების თქმით, მათ კაბალური სამუშაო კონტრაქტები აქვთ. ისინი უკანონოდ გათავისუფლებულების დაუყოვნებლივ აღდგენას და მათი ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვენ. არ გვეუბნებიან არაფერს, ადავარშავეთ. მოვითხოვთ, რომ დაგვაბრუნონ და ადგილობრივი მოსახლეობა დააბრუნონ სამსახურებში აიყვანონ, რადგან ყველა წესით და მათი ისევ თვითონ თავიანთი კანონით 70-80% უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებული. 15 კაცია გაშვებული აგერ 15 დღის განმავლობაში, რომელიც რომ მიზეზს ვერ ხსნიან რის გამო და რატო. პირადად ერთადერთი მე ვარ 4-ში საღამოს სამსახურში მოვედი და შემეწყვიტეს კონტრაქტი. ამჟამად გაჩერებულია კომპანია იმის გულისთვის, რომ აქ არის განთავისუფლებული უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც არ იციან მიზეზი, რისთვის არიან წასული, არიან ადამიანები იმისთვის, რომ უნდათ დასაქმება და ვერ ასაქმებენ, არ ასაქმებენ, შემოდის. თურქეთიდან ადამიანი შემოდის. თბილისიდან, ქუთაისიდან მნიშვნელობა არ აქვს და ადგილობრივი ადამიანი რჩება დაუსაქმებენ. წალკის მოსახლეობამ ჩვენს ორგანიზაციას მომართეს გუშინ მოხდა და პირველ რიგში გთხოვეს სამართლებრივი დახმარება გაგვეწია მათთვის, რადგან აქ კომპანია, რომელიც არის BIP-ის მიერ დაქირავებული კომპანია ENKA, უხეშად არღვევდა მათ უფლებებს. ორშაბათიდან ჩვენ სამართლებრივ დავას გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით და შევეცდებით, რომ კომპანია იძულებული გავხადოთ ეს კაბალური პირობები შევაცვლევინოთ. დღეს აქციის მონაწილეებს კომპანია BIP-ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით პრობლემის შესახებ შიდა კვლევა უკვე მიმდინარეობს და გაფიცულების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა. საკონტრაქტო პირობებს აუცილებლად გადავხედავთ. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ვეცდებით აქციის მონაწილეების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ამ კომპანიაში ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებული. უახლოეს მომავალში კიდევ დაგვჭირდება მუშახელი და ვეცდებით, რომ კვლავ ადგილობრივები დავასაქმოთ, რა თქმა უნდა კვალიფიკაციის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მოსახლეობა და BIP-ის შვილობილი კომპანიის, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი თანამშრომლები აქციებს კვლავ გააგრძელებენ. კოსტაუს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია 2 დღეში დასრულდება. ამჟამად საგზაო სამუშაოები 9, 11 და 13 ნომერი ბინის ეზოში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში აღნიშნულ უბნებში შიდა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა, რისთვისაც თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა. მომავალი კვირიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გოგოლის ქუჩაზე დაიწყება. კოსტავას 11-13-ში მოხრეში სამუშაოები დავრდებული არის და ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. და როდის დასრულდება აღნიშნული მონოპოლია? დასრულდება 2 დღეში დასრულდება ასფალტის საფარის დაგება. რუსთავში საბავშვო მოედნების კეთილმოწყობა ქალაქის რამდენიმე მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ამ ეტაპზე ბორდიურებს, აქსესუარებსა და წერტილოვან საძირკველებს ამონტაჟებს. სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. ძალიან მომწონს როგორც კეთდება და ბავშვები ძალიან მიმხიარულებთ ჩემი მეგობრები. აქამდე რო არ ქონდათ ჩვენთვის თამაშობდით ხოლმე ჩვენ სეზონში და ასე იქითაც ვსრიალებდით. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუთში შაქრის ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ქვემო-ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. პირველ ეტაპზე 2 საწარმოს აშენება იგეგმება, სადაც მოსავალი ჩაბარდება. ტერიტორიაზე საერთო ჯამში 6 ახალი საწარმო აშენდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი მეშველიანის განცხადებით ეს იქნება უპრეცედენტო პროექტი, რომელიც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ქარხნებში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროექტის საწყისი ღირებულება დაახლოებით შეადგენს 100 მილიონ ლარს და პერსპექტივაში იგეგმება 6 ქარხნის მშენებლობა, რომელიც იქნება სრული ციკლი, ანუ გარდა იმისა, რომ იქ გვექნება საშუალება მივიღოთ შაქარი, ასევე იგეგმება სხვადასხვა
ნედლეულის წარმოება, რომელიც გამოყენებული იქნება მეცხოველეობაში. პროექტი არის ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, რომ მისი განხორციელება შექმნის დაახლოებით 500-მდე სამუშაო ადგილს და იქნება სერიოზული გარანტია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. გარდამნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დამნაშავე მოქალაქეს კომერციული ინფორმაციის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისა და გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსთხოვა 10,000 ამერიკული დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. პატიმრები ციხეებში ახალი პრინციპით გადანაწილდებიან. საჯარო ახსნებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა. მინისტრის განცხადებით ქართულ სასჯელ ახსნების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე ინერგება, რაც გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას, პიროვნების დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკს. სამინისტროს ინფორმაციით მულტიდისციპლინური ჯგუფი 5 ძირითადი და 3 სათადარიგო წევრისგან შედგება. მათივე ცნობით მსჯავრდებულები 4 სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად მსჯავრდებულები შესაბამის ადგილებში გადანაწილდებიან. პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში სკოლა ნაკადულში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა. მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო განათლების სწავლება და პროცესებში მათი ჩართულობა. ტრაფიკინგის, საგზაო ნიშნების პრობლემა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები. ამ თემებზე მოსწავლეები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ფილმის ჩვენება სკოლის პედაგოგები და პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია სიქასთან თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენი სკოლა ჩართულია პროგრამაში მომავლის თაობა, რომელიც ხორციელდება USAID-სა და PH International-ის ხელშეწყობით და მისი პარტნიორი ორგანიზაცია ქვემო ქართლში არის SIKA. სწორედ მათი დახმარებით ჩვენმა სკოლამ მოიპოვა გრანტი, შექმნა სკოლაში ახალგაზრდული სტუდია მომავლის სამსახურში, რომლის ფარგლებშიც გადაიღო 3 ვიდეო სტუდიამ გადაიღო სტუდიის ბავშვებმა 3 ვიდეო გადაიღეს და ამის პრეზენტაცია მოხდა დღეს. შექმნილი არის პროგრამა მომავლის თაობა, სადაც არის ჩვენი სკოლა ნაკადული ჩართული და ჩვენ მოვიგეთ გრანტი დაფინანსება, რომლის რითიც ჩვენ შევიძინეთ აპარატურა, რომლითაც ჩვენ გადავიღეთ რამოდენიმე ვიდეო. და რაც შეეხება სპორტის სიახლეებს. რუსთავის საცურაო აუზ თოლიაში ყოველწლიური თოლიას ზაფხულის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში 90-მდე რუსთაველმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მოცურავეებმა სხვადასხვა დისციპლინებში ასპარეზეს, სპორტსმენებმა სპეციალური სიგელებიც მიიღეს. ჩემპიონატზე ქვემო ქართლის ახალგაზრდული ნაკრების წევრების შერჩევაც მოხდა. დეტალები ნინო ბერიძის სიუჟეტში. ყოველწლიურ თოლიას ზაფხულის ჩემპიონატში რუსთაველი მოცურავეები ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინებში დაუპირისპირდნენ. 100 მეტრა თავისუფალი და 100 მეტრა კომპლექსი 50 ბატერფლაი და 50 გულაღმა. ეს ის დისციპლინებია, რომელიც დღეს სპორტსმენებმა რუსთავის საცურაო აუზზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს. დღევანდელ ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკის მოცურავეები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრზე მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენე 100 მეტრა კომპლექს მოცურვაში. ვემზადებით ოლიმპიადისთვის და საკმაოდ დიდი მიზნებით და შემართებით გვინდა რომ გამოვიდეთ ოლიმპიადაზე. 25 მეტრა ზურგი გავცურე და ძალიან გმაყოფილი ვარ. თოლიას ჩემპიონატი წელიწადში ორჯერ ზამთარში და ზაფხულში იმართება. წელზაფხულის ჩემპიონატზე გამოსულ სპორტსმენებს შორის გამოვლინდნენ ქვემო ქართლის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, რომლებიც სექტემბრიდან დაიწყებენ ასპარეზობას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე საჩვენებელი გაცურები ნაკრების წევრებმაც აჩვენეს. მონაწილეობდა 80 სპორტსმენი.
გამოვლინდა საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები. სექტემბრიდან მერე ახალგაზრდულ ქვემო ქართლის ნაკრებში იასპარეზებენ. იყო საჩვენებელი გამოსვლები ნაკრების სპორტსმენების. ამ ეტაპზე რუსთაველი მოცურავეები რუსუდან გოგინაშვილი, ლუკა პატარაია და ლიკა ჭიხორია ოლიმპიური ევროპის ახალგაზრდული მე-13 ფესტივალისთვის ემზადებიან, რომლებიც 20 ივლისს ოლიმპიურ სოფელში გაემგზავრებიან, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთკვირიან მომზადებას გაივლიან. საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომელიც ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს ხუთშაბათს წარუდგინა. საბერძნეთის პრემიერის ალექს ციპრასის განცხადებით, მას ახლა უკვე აქვს ძლიერი მანდატი იმისთვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. თუ ევროპულ ლიდერებთან საბერძნეთის მთავრობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, მაშინ ათენი ფულის გარეშე დარჩება. თუმცა საერთაშორისო კრედიტორები ამბობენ, რომ საბერძნეთის გეგმა დადებითია. მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში სანაპირო ქალაქებიდან 800-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. რეგიონში ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე საათში 187 კილომეტრს მიაღწევს. უამინდობის გამო დაახლოებით 400 ავიარეისი უკვე გაუქმებულია. ჩინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით მსგავსი სიძლიერის ტაიფუნი რეგიონს 1959 წლის შემდეგ არ ახსოვს. ძლიერმა შტორმმა კვირის დასაწყისში ფილიპინებსაც გადაუარა, სადაც 5 ადამიანი იმსხვერპლა. ტაივანსა და იაპონიაში კი რამდენიმე დაშავდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იტალიის საკონსულოსთან აფეთქება მოხდა. საფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ ავტომობილში იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 2 სამართალდამცველი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. კაიროში მსგავსი ინციდენტი გასულ თვეშიც მოხდა, მაშინ ქვეყნის პროკურორი ჰიშამ ბარაკატი მოკლეს. კიდევ ერთი აფეთქება იყო პოლიციის შენობასთან, სადაც 3 ადამიანი გარდაიცვალა. დაკვალ საქართველოს და ტრადიციულად ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ცვალებადი ღრუბლიანობაა, ნავარაუდები. ნაწილობრივ მზიანი ამინდი შენარჩუნდება რუსთავშიც, დაუბერავს დასავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი დღის განმავლობაში 30 გრადუსს მიაღწევს, რაც შეეხება ქვემო ქართლის სხვა რეგიონებს. წალკაში დღისით 22, ღამით 12 გრადუსი სითბო. თეთრი წყაროში ჰაერი დღისით 22, ხოლო ღამით 16 გრადუსამდე გათბება, დმანისში დღისით 23, ღამით 12. ბოლნისში დღისით 29, ღამით 17 გრადუსი, მარნეულში დღისით 31, ღამით 19. დედაქალაქში მოსალოდნელია დღისით 31, ღამით +18, გარდაბანში დღისით ასევე 32, ღამით 20. რუსთავში დღისით 32, ღამით 20 გრადუსი სითბო. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა 9 ნახევარზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.